კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერში ახალი ამბებით 16 საათზე მე ნინო სალუქვაძე ვარ. საშუალო პროდუქციის მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას ასრულებს. დღეს კომისიის წევრები ნავთობ კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ. ნავთობ იმპორტიორების განცხადებით ბენზინსა და დიზელზე ფასების გაზრდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებმა გამოიწვია. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სოფლიოში მიმდინარე პროცესების მიუხედავად საქართველოში საწვავის ფასი მაშინვე არ გაზრდილა, რაც აქციის დაბალმა გადასახადმა კონკურენციამ და გარკვეულმა მარაგებმა განაპირობა. ნავთობ იმპორტიორებმა ასევე აღნიშნეს, რომ საწვავის ფასი საქართველოში ბევრად ნაკლებია ვიდრე სხვა ქვეყნებში. ჰორმუზის პრობლემამ გამოიწვია გარკვეული შეფერხებები მიწოდების ჯაჭვში და შესაბამისად ეს ყველაფერი ამის ასახვა მოხდა უკვე საერთაშორისო ფასებზე. თუ ავიღებთ ციფრებში გამოხატულს უკვე ნედლი ნავთობის გაძვირება დაახლოებით 60%-მდე მოხდა, ბენზინის ნიშნული 54%-ით მოხდა გაზრდა. თუ ავიღებთ ჩვენ დღევანდელ ნიშნულს ომამდე 1 მარტამდე არსებულ ნიშნულებთან მიმართებაში, დიზელის გაძვირება 64%-ით მოხდა. ყველაფერმა ამან გამოიწვია ბუნებრივია ცვლილება შიდა ბაზარზე ფასების თვალსაზრისით. თქვენ შემთხვევაში აი როგორი არის კორელაცია აღნიშნული კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე? საქართველოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კონკურენტუნარიანი ინდუსტრია არის ნავთობპროდუქტების ინდუსტრია და ამაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს ჩართულობას, რომ ბაზარზე თითოეული სუბიექტი, როგორც დიდი, ასევე პატარა სუბიექტს აქვს თავისუფალი ოპერირების საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებში ფაქტურად ფასის ზრდა მოხდა მყისიერად, ჩვენ ქვეყანაში დღესაც არ არის ეს ნიშნული მიღწეული იმ ნიშნულს, რაც უნდა იყოს ფასების ზრდის პირობებში. ანუ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა, რომ ბენზინის პირობებში 15%-იანი ზრდა გვაქვს, როცა 30%-იანი ზრდა უნდა იყოს ფასში და დიზელზე გვაქვს 33%-იანი ზრდა, როცა 42%-მდე უნდა იყოს ფასი გაზრდილი. ამის შეიძლება ითქვას განმაპირობებელი არის ორი ფაქტორი, კონკურენცია და ბუნებრივია ქვეყანაში არსებული მარაგები, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ მათი გახარჯვის პარალელურად და ეტაპობრივად მოვახდინოთ ფასების ზრდა და არა მყისიერად. როცა ევროპის მოთამაშე კომპანიებმა ბაზარზე ინდუსტრიის მოთამაშე კომპანიებმა მყისიერად გაზრდეს ფასები, ჩვენც რომ იმ პირობებში შევსულიყავით და შესაბამისად რეაგირება გქონოდა, მაშინ ჩვენი ფასი უნდა ყოფილიყო დღეს დაახლოებით 40-50 თეთრით უფრო მაღალი. მაგრამ დღესდღეობით კონკურენციის და არსებული მარაგების ხარჯზე ჩვენ გვაქვს გაცილებით დაბალი ფასები. და თქვათ, რომ საქართველოში გაცილებით უფრო კარგი კონკურენტული პირობებია და გარემო და უფრო მეტი მარაგები გაქვთ და უფრო მოქნილი მარაგების სისტემა ვიდრე ევროპის ქვეყნებში და ამით შეინარჩუნეთ ფასი. გასტურებთ, რომ ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არის მარაგები და ბუნებრივია მარაგებიდან გამომდინარე ჩვენ შევძლებთ, რომ ფასები შეგვენარჩუნებინა და არ ყოფილიყო მყისიერი გაზრდა. აქ კიდე ერთი ფაქტორიც განაპირობებს, რომ ქვეყნებში სადაც არ არის მარაგები და მომენტალურად ხდება მიბმა საერთაშორისო ფასზე, ბუნებრივია მათთან ფასები იცვლება არა დღეში, არამედ საათობრივად. ხარისხის კონტროლს როგორ აწარმოებთ? ხარისხის კონტროლი იწყება არა მხოლოდ პროდუქტის შერჩევიდან და მომწოდებლიდან, არამედ ეს არის მუდმივი პროცესი. თქვენ შემთხვევაში ბოლო 2 თვის განმავლობაში საფასო პოლიტიკა როგორი გქონდათ, როგორ მოახდინა გავლენა აღნიშნულმა კონფლიქტმა და ძელვადიან სტრატეგიაში რას ფიქრობთ, როგორი მოლოდინები შეიძლება იყოს? მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გამოვიყენოთ ჩვენი რეზერვები, მარაგები, რაც გვაქვს, რომ შევარბილოთ ეს ბაზარზე წნეხი. ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ მაინც თუ ეს პრობლემა მოგვარდა ამ სრუტესთან დაკავშირებული, მაინც ფასების დასტაბილურება მოხდება და შესაბამისად დადებითად აისახება ასევე ჩვენს რეგიონს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრძანებით სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძე დაინიშნა. დოკუმენტს მთავრობის მეთაურმა ხელი დღეს მოაწერა. მამუკა მდინარაძეს ასევე დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულებაც.
საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა. თავდაცვის ძალების დღე აზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე საზეიმო ღონისძიებით აღენიშნა. ქვეყნის თავდაცვის ძალებს დღეს სამხედრო მოსამსახურეთა ახალი ნაკადი შეუერთდა. თავდაცვის ძალების 31 და 53 ქვეითი ბატალიონების წევამდელებმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ დადეს. სამხედრო მოსამსახურეებმა და მიწვეულმა სტუმრებმა ძუნთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას. წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები საზეიმო ღონისძიებაზე უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას საიუბილეო თარიღი მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა. სიტყვით მიმართვისას მათ თავდაცვის ძალების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს და სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის სამსახურესთვის მადლობა გადაუხადეს. 30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღე ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული თარიღია. ეს არის დღე, როდესაც უდიდესი პატივითა და ბადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად მსახურობენ და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ჩვენთვის, ქართველებისთვის, სამხედრო სამსახური მხოლოდ პროფესია არ არის. ეს არის ღრმა ტრადიციის გაგრძელება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. დღეს სწორედ თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ყოველ წამს მზადაა დაიცვას სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოება. თქვენი ერთგულება და სიმტკიცე ქართველი ხალხისგან გამორჩეულ სიყვარულს იმსახურებს. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამხედროების ოჯახებს, ადამიანებს, რომლებიც უდიდესი მოთმინებით, თანადგომითა და სულიერი სიმტკიცით იზიარებენ ღირსეული, თუმცა რთული მსახურების ტვირთს. საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თქვენი სათანადო მხარდაჭერა, პროფესიული განვითარება და თავდაცვის უნარიანობის გამტკიცება პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და იმ მომავალს, რომელსაც ერთად ვაშენებთ. უდიდესი პატივისცემითა და მოგზალებით მინდა გავიხსენო ჩვენი დაღუპული გმირები, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებასა და ღირსებაზე ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. სამხედრო ფიცის დადებით თქვენ იმ უწყვეტი ჯაჭვის ნაწილი ხდებით, რომელიც საუკუნეების მანძილზე აკავშირებდა და აერთიანებდა ქართველ პატრიოტთა თაობებს. ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად. შექმნის დღიდან თავდაცვის ძალები ყველა ბრძოლაში ღირსეულად იცავდა სამშობლოს თავისუფლებას. ამასთანავე, ქართველი სამხედროები, პარტნიორების ხარდამხარ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში თავდადებით იბრძოდნენ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. თქვენი პროფესიონალიზმითა და სიმამაცით უმაღლესი საერთაშორისო აღიარება და ჩვენი პარტნიორების უდიდესი დობა მოიპოვეთ. დღეს ჩვენ გულისხმობილითა და უდიდესი პატივისცემით ვიხსენებთ სამშობლოსათვის დაცემულ გმირებს. ქეთს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე, ვინც საქართველოს ერთიანობისა და მსოფლიოში მშვიდობისთვის ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე გაიღო. მათი თავდადება ჩვენი ქვეყნის ისტორიის განუყოფელი და მარადიული ნაწილია. დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები ინსტიტუციურად ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენ გვაქვს უმაღლესი თანამედროვე სტანდარტების გენერალური შტაბი, რეგიონული სარდლობები და სპეციალური დანაყოფები. ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს სამხედრო განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას კი მაღალ პროფესიულ დონეზე ემსახურება ეროვნული თავდაცვის აკადემია და კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას. მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია. ამავდროულად, ქართული ჯარი ყოველთვის ზად არის დაიცვას ჩვენი მიწა-წყალი და ჩვენი ხალხის უსაფრთხოება. თქვენი სიმტკიცისა და პროფესიონალიზმის იმედი მუდამ აქვს ჩვენს სახელმწიფოს. საქართველოს ისტორია სავსეა გმირობის მაგალითებით. ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში იდგა ბრძოლის წინა ხაზზე, არა მხოლოდ საკუთარი მიწისა და რწმენის დასაცავად, არამედ ღირსების, იდენტობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება თანამედროვე ქართული ჯარის სახით, რომელიც ერთგულად ემსახურება სახელმწიფოს და ხალხს. თუმცა ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის. ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, ერთიანობაში, მშვიდობის შენარჩუნების უნარში. ძლიერი სახელმწიფო იქმნება არა მხოლოდ ძლიერი ჯარით, არამედ სწორი, პასუხისმგებლიანი პოლიტიკით, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს, ამყარებს პარტნიორობას, აძლიერებს ინსტიტუტებს
და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის. მშვიდობა არ არის შემთხვევითობა, მშვიდობა არის შედეგი. ეს არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუციების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი. სწორედ ასეთ პირობებში იძენს თავდაცვის ძალები თავის სრულ მნიშვნელობას. ისინი არა მხოლოდ იცავენ ქვეყანას, არამედ არიან მშვიდობის გარანტი. მყარი ზურგი, რომელიც თავდაცვის ძალების სახით გააჩნია სახელმწიფოს, მოქნის ხდის ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის ნაბიჯებს. პოლონურ საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლონეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა ქართულენოვანმა განყოფილებამ მუშაობა დაიწყო. ახალი არხის პირველი გადაცემა ეკლესიის დისკრედიტაციას დაეთმო. გადაცემაში მიწვეულმა ექსპერტმა ქართული საპატრიარქო რუსულ გავლენებში უარგუმენტოდ დაადანაშაულა. ეკლესიის შეურაცხყოფის ფაქტმა პოლონეთის ხელისუფლების მიზნები უფრო მეტად გამოაშკარავა სახელისუფლებო გუნდისთვის. მართულ პარტიაში აღნიშნავენ, რომ უცხო ქვეყნის დაფინანსებით შექმნილი პროპაგანდისტული ინსტრუმენტი ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის, ზიზღის, ისტორიისა და შუღლის გაღუებისთვის შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდისტული მედიის სახე და ხელმძღვანელი მოდელირებული ქრონიკის წამყვანია, ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ არხი ნამდვილად დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის შეიქმნა. რა გვანახავს სინოდის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ? მოგესალმებით, ჩემი და სამწუხაროდ და მე ასე ვფიქრობ, ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სამწუხაროდ. დღეს რაც ნახეთ ჩვენ ეს არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება თუ რაოდენ დიდია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში რუსული გავლენა. პოლონელებს აქვს გამოცდილება დეზინფორმაციასთან ბრძოლით და როგორმე ისე დააკომპლექტებენ თავის ასე ვთქვათ ბიუროს, რომ საქმე გაკეთდეს. არ ვიცი ხა მართლა არ მგონია რომ სარედაქციო პოლიტიკაში პოლონური არხების უნდა ვერ ეოდეთ და ამაზე კომენტარს ვაკეთებ. არ მინახავს ამ არხის არც ერთი სიუჟეტი არ მინახავს. ეკლესიაზე თავდასხმები რა თქმა უნდა ჩემთვის და ჩვენი პარტიისთვის არის მიუღებელი. მათი მიზანი არის სწორედ ღირებულებებზე შეტევა, დეზინფორმაციის გავრცელება და ქართულად მოლაპარაკე საზოგადოებაში შფოთვის აგრესიის შეტანა და რა თქმა უნდა ემსახურება ისევ და ისევ იმ დიდ გლობალურ დავალებას, რომლის მიხედვითაც სასურველია საქართველოში ხელისუფლების მარიონეტული ხელისუფლების ჩანაცვლება. ზოგადად რაც უფრო მეტი იქნება ინფორმაცია, საინფორმაციო ველი, რაც უფრო მეტი ინფორმაციას მიიღებს ჩვენი მოსახლეობა, თუნდაც ერთმანეთის საპირისპირო ინფორმაციას, ეს არ არის ცუდი. პლურალიზმი საერთოდ არის მისასალმებელი, მაგრამ ეს არის პროპაგანდისტული არხი, რომელიც პირველივე თავის გადაცემაში, რომელიც დაფინანსებულია ძალიან მსუყეთ მთავრობის მიერ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პირდაპირ შეტევას ახორციელებს ეკლესიაზე. არასწორია ის, რომ პოლონეთის და ზოგიერთ სხვა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს, გარკვეული პოლიტიკური აზრებიც გააჩნია, მიზნები გააჩნია, განსაკუთრებით ჩვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს. მოდელირებული ქრონიკის წამყვანი. ის ქალბატონი მე არც მეგონა თუ საერთოდ გამოჩნდებოდა ჟურნალისტიკაში. მაგის იმ სიუჟეტში და ტრაგედიები მოყვა გახსოვთ თქვენ საქართველოში და ადამიანიც კი შეეწირა და ბევრს პრობლემები გაუჩნდა, ხო? აი ეს ადამიანი კიდე ბედავს და ტელევიზიას უბრუნდება. აქ ვერ გაბედა საქართველოში და ესე იგი პოლონეთის მთავრობას, რომელსაც ამხელა პრობლემა აქვს, უმუშევრობა, მაღალი ინფლაცია, კომუნალურების გაზი და მიგრაცია, იცლის რომ აფინანსებს იმას ტელევიზია, სადაც აი ქალბატონმა კობერიძემ უნდა წაიყვანოს და აქ თურმე საქართველოს უნდა გააცნოს სიახლეება. არაფერი. ეს არის მორიგი ამათი პატრონების პროექტი. რომ იქიდან ტელევიზიიდან შეუტიონ რადიკალიზაცია მოახდინონ ჩვენი საზოგადოების პოლარიზაცია. შემდეგ პირველი თემა რა იყო? პატრიარქის გინება, შეურაცხყოფა სინოდის. ამისთვის იყენებენ. გულდასაწყვეტია, პოლონეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ამ ტიპის ქმედებები და კიდევ უფრო გასაკვირი იყო ის, რომ ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მიმართულია იმისკენ, რომ სხვა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში საქართველოს, რომელიც არის პოლონეთის მეგობარი ქვეყანა, ინტერესი გამოიჩინეს და შემჩნეულები არიან მტრულ საქმიანობაში, პირდაპირ შეტევა მიდის ქართულ ეკლესიაზე და გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი, ალბათ მოვისმენთ განმარტებას და ექნება შესაბამისი ნაბიჯი გადადგმული იმისგან, რომ ეს ყველაფერი იქნეს დარეგულირებული.
სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. მოქმედი და ყოფილი ნაციონალებით დაკომპლექტებულ გაერთიანებას უკვე 2 თვეა მხოლოდ ურთიერთბრალდებებისა და განხეთქილების სივრცეა. ალიანსს კვლავ მწვავედ აკრიტიკებს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან კიდევ ერთ წერილს აგზავნის და ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ გაერთიანებებს სტრატეგიას მორიგჯერზე უწუნებს. ექს-პრეზიდენტის კრიტიკა უპასუხოდ არ დატოვეს ალიანსის სხვა წევრებმა. თამარ ჩერგოლეიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილის Facebook მოწოდებები მათთვის საინტერესო არ არის. ნაციონალური მოძრაობის ლიდერის განცხადებები კი მხოლოდ საკუთარი პარტიის წევრების მიმართ იმედგაცრუებას გამოხატავს. ჩერგოლეიშვილის პოსტი მათ ლიდერზე თავდასხმად შეაფასეს ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიაში დღეს საკუთარი ლიდერი დაიცვეს, ფედერალისტების დამფუძნებელს კი კვლავ მიხეილ სააკაშვილით დაკომპლექსებული უწოდეს. რას ვეუბნები მე ოპოზიციას ისეთს, რამაც აღაშფოთა, იმოქმედეთ გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო, იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავში მონახონ ძალა ნამდვილი ბრძოლისთვის, ხოლო ვინც თავისი თავის რეალიზაციას ჩემს წაკბენაში პოულობს, იმას არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვს. მეგობრებო, სააკაშვილის Facebook მოწოდებები ფედერალისტებს ერთ ყურშიც კი არ შეძდით, მეორედან რომ გაუვიდეთ. თავისი პარტიითაა ფრუსტრირებული, იმათ ელაპარაკება, იმედია დაუჯერებენ და გამოსწორდებიან. მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმები განპირობებული არის კომპლექსით, მათ ყველა ვინც თავს ესმის მიხეილ სააკაშვილს, კარგად ესმის, რომ მის პოლიტიკურ წონას, მის პოლიტიკურ ასე ვთქვათ მასშტაბს ვერ უტოლდებიან და ვერ გაუტოლდებიან. ყველა იმ პოლიტიკოს, რომელსაც თავის სტრატეგია დაქვს გამختარი მიხეილ სააკაშვილზე და ნაცნობრობაზე თავდასხმა ნამდვილად ვერ ექნება პერსპექტივა, იმიტომ რომ ასე პოლიტიკურ კაპიტალს მით უმეტეს ოპოზიციაში ისინი ვერ შექმნიან. ყველა ხედავთ, რომ მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, ყველანაირად განულებულები არიან. და ცხადი ამას აქვს თავისი ახსნა. როდესაც შენ ხარ პოლიტიკაში და ემსახურები უცხო ქვეყანას, წარმოადგენ აგენტურას, რა თქმა უნდა, არანაირი პოლიტიკური შესაძლებლობები და შანსები არ გაქვს. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, აფასებს არსებულ სიტუაციას, აფასებს იმას თუ ვინ რითი არის დაკავებული და ვის რა დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან მიმართებით. ოპოზიციაში დაპირისპირებები იქნება, ეს არ არიან ადამიანები, ვისაც შეუძლია ერთად იყვნენ და ლიდერობაც არის თემა, რასაკვირველია. გარდა ამისა, ყველას უნდა რომ პატრონს დაანახოს თავი, როგორც ყველაზე ქმედითი პიროვნული თუ სტრუქტურა, რომელიც მეტად უნდა დაფინანსდეს და მეტი მხარდაჭერა უნდა ქონდეს. ეს არის კოლექტიური ნაცნობრობა და შეგნით ეს ფუთფუთი რასაკვირველია, მათ ხასიათს რასაკვირველი გამოხატავს, მაგრამ ჩინა არ სარჩulis. საქართველო ვის მეტად შეუძლია დააზიანოს, ეს არის თემა, რომლითაც ერთმანეთს უპირისპირდებიან. მათ ფსონი დადეს არა საკუთარ მოსახლეობაზე, არა საკუთარ ქვეყანაზე, არამედ სხვის ინტერესებზე. და ამიტომ ეს საზოგადოებრივი ინტერესი თამასა და მხარდაჭერა აღარ არსებობს. ამიტომაც არის ერთელი რიგი უხერხულობები, მსუბუქად რო ვთქვათ, რომ დამალვა, ჩუმად რაღაცების ჩატარება, მალულად, ფარულად ჩატარება, რომ არ გამოჩნდეს, არ გაშიშულდეს მთელი სიყალბე, რაც არის ამ ალიანსის ეგრეთ წოდებული ალიანსის გარშემო. საკონსტიტუციო სასამართლო მიძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის არჩელი დააკმაყოფილა. სადავო გახდა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში არსებული ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლებს და ადგენს ვადას. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული პირის მიმართ დარღვევა არ დადგენილა, სახალხო დამცველის აპარატი სარჩელში ადამიანის უფლებების დარღვევის პოტენციურ საფრთხეებზე მიუთითებდა. სახელმწიფო გუნდში განმარტავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმანეთს შეადარა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა, როცა სისხლის სამართლის საქმეს ეხება საქმე და მეორე შემთხვევა, როდესაც არის სავალდებულო ფსიქიატრიული მკურნალობა. სავალდებულო მკურნალობის შემთხვევაში გაცილებით მაღალი პროცესუალური უფლების დაცვის სტანდარტები არსებობს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მმართველი გუნდი საკანონმდებლო ცვლილებებს მოამზადებს, რომელიც ყველა შესაძლო სავარაუდო რისკებსაც დააზღვევს. გასაჩერებული იყო ნორმები, რომელიც აწესრიგებს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხებს. ეს არის შემთხვევა, როდესაც ადამიანი თავისი ფსიქიატრიული მდგომარეობის გამო მას არ ეკისრება სისხლსამართლობრივი პასუხისმგებლობა, მაგრამ დანაშაულის ჩადენილი აქვს და იმ შემთხვევაში თუ სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია მისი მკურნალობა სტაციონარში გადაყვანის გარეშე და შეუძლებელია რომ მან საფრთხე მიაყენოს როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემო მყოფებსაც, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას
შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე 20 წლამდე ვადით იძულებითი მკურნალობის დანიშვნის თაობას. სავალდებულო მკურნალობის შემთხვევაში მიიჩნია არაკონსტიტუციურად აღნიშნული საკითხები და საქართველოს პარლამენტს აქვს დრო იმისათვის, რომ შევიტანოთ ჩვენ მოვამზადოთ შესაბამისი ცვლილებები, დაველოდებით რა თქმა უნდა სამოტივაციო ნაწილსაც და იმ თეორიულ სავარაუდო რისკებსაც კი ბოლომდე გადავაზღვევთ, რათა ჩვენს ქვეყანაში მათ შორის საკანონმდებლო დონეზეც ამ კონკრეტული მიმართულებით ადამიანის უფლებების გარანტია იყოს უმაღლეს დონეზე, რაც მთავარია კონკრეტული დარღვევა, რა თქმა უნდა, უფლებისა კონკრეტული პიროვნების მიმართ არ დადგენილა. მიმდინარე წლის მარტში ქვეყნის ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა კი 9.1%-ით განისაზღვრა. ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების, ასევე სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების დარგებმა. ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერია საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები, კერძოდ როგორც მოგეხსენებათ, ექსპორტის დაახლოებით 23%-იანი ზრდა გქონდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი, რომელიც ნიშნავს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანას, 75%-ზე მეტად გაიზარდა. ასევე რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება ტურისტული შემოსავლების კუთხით ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნეს აქტივობის გაძლიერებას, რაც თავისთავად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებში. ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდის აღნიშნული ტენდენციები მომავალ თვეებში შენარჩუნდება და საქართველოს ექნება იმაზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები თუ სხვა ორგანიზაციები პროგნოზირებენ. შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. პირველ კვარტალში ეკონომიკა გაიზარდა 9.1%, ხოლო მარტში არის 10.7% ეკონომიკური ზრდა. საქართველოს აგრძელებს ძლიერ განვითარებას. ჩვენ ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში საქართველოს რამდენიმე ბოლო წლის განმავლობაში მიაღწია დიდი შედეგებს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და ბუნებრივია ველოდებით, რომ წლევანდელი წელიწადი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდნენ, რომელიც საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ეწვია. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების მზარდ დინამიკაზე და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე იმშელეს. აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე განახლებადი ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმის სფეროებში. მხარეებმა ასევე ყურადღება დაუთმეს ასურსათო უსაფრთხოების საკითხებს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქართული საექსპორტო პროდუქციის მიწოდების ზრდის პერსპექტივებს. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორების ჩართულობით ჩამოყალიბდება საინვესტიციო პროექტების განხილვის ქმედითი მექანიზმი. აღნიშნული პლატფორმა ხელს შეუწყობს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების თანამშრომლობას ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი ინვესტიციების განხორციელების მიმართულებებით. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გაგრძელების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ბრენდის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე $126 მიაღწია, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში ბრენდის ტიპის ნავთობის ფასი 13%-ზე მეტით გაიზარდა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის მიერ ირანის საზღვაო ბლოკადა ეფექტიანია და არ მოხსნის, ვიდრე ბირთვულ საკითხზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული. ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით 1 მაისიდან სამეწარმეო ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ვენახის გაშენებისთვის თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირს, რომლებიც კომერციულ სამეწარმეო საქმიანობას გეგმავენ. ცვლილებები ამრეხებად მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს. ვენახის გაშენებაზე თანხმობა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ უფასოდ გაიცემა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით უკვე დამტკიცდა სამეწარმეო ვენახის გაშენების წესი, რომელიც სამეწარმეო ვენახის გაშენებასა და აღდგენა განახლებასთან დაკავშირებულ პრინციპებს და პირობებს განსაზღვრავს. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე მაღალი ხარისხის ღვინის წარდგენა, რომელიც იწარმოება მაღალი ხარისხის ხორცნისგან. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად 2026 წლის 1 მაისიდან სამეწარმეო ვენახების გაშენება განხორციელდება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემის შემთხვევაში. აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს ქვეყანაში ხარისხიანი ვენახების გაშენებას, რაც საწინდარია კარგი
ხარისხის ღვინის წარმოების. აღნიშნული რეგულაცია ავრცელდება უკვე გაშენებულ ვენახებზე. მევენახეები განაცხადზე და თანხმობის მიღებაზე რამე ანაზღაურებას არ იხდიან. ბათუმში ტურიზმის მე-17 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილია 4 ქვეყნის 100-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია. 3 დღის განმავლობაში ტურიზმის სექტორში ჩართული კომპანიები ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას ინოვაციებისა და ახალი სერვისების შესახებ. ასევე ექნებათ შესაძლებლობა დაამყარონ ახალი ბიზნეს კონტაქტები და გააძლიერონ საერთაშორისო თანამშრომლობა, რაც დარგის განვითარებას მეტად შეუწყობს ხელს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს დაცული ტერიტორიების სააგენტო. გამოფენის ფარგლებში სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა ვირტუალური რეალობის სათვალეების მეშვეობით იმოგზაურონ საქართველოს უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე. წელს ხედავთ განსაკუთრებულად ბევრ კომპანიებს, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. ეს ღონისძიება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ახალი მიმართულებების გაღვივებას, გაძლიერებას. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ბათუმი, აჭარა, საქართველო იყოს 4-ვე სეზონზე ჩართული და ზუსტად ის კომპანიები, რომელიც დღეს ჩამოსულები არიან საქართველოში, უშუალოდ აჭარაში, დაინტერესებულები არიან როგორც საზღვაო ტურიზმით, ასევე სამთო-სათხილამურო მიმართულებით, ეკოტურიზმით, აგრარული ტურიზმით, სპორტული ტურიზმით. ის ინფრასტრუქტურა, რომელიც დღეს გააჩნია ჩვენს ქვეყანას და აჭარის ავტონომურ რესპუბლიკას, სრულად პასუხობს, რათა ჩატარდეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებები. წყნეთში 2 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. დიმიტრი ამილახვრის ქუჩის 23 ნომერში დაახლოებით 1 ჰექტარ ფართობზე კომბინირებული დასასვენებელი სივრცე ეწყობა. გარდა ამისა, ამავე ქუჩაზე მიმდინარეობს 1 კილომეტრის სიგრძის საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება. ეწყობა სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. დაიწყო ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედნის მოწესრიგებაც. პროექტის ფარგლებში გამწონებულ ტერიტორიაზე მოეწყობა 2 საბავშვო გასართობი მოედანი და 2 ფიტნეს ზონა. დამონტაჟდება მოსასვენებელი პავილიონი, განათებისა და სარწყავი ქსელები. უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიაზე განთავსდება ვიდეოკამერები და მოეწყობა სავალი ბილიკები. ორივე პროექტის ღირებულება დაახლოებით 2.100.000 ლარში ადგენს. წყნეთში ვიმყოფებით ვაკის რაიონში, სადაც 2 მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ერთი ეს არის ამილახვრის ქუჩის სრული მოწესრიგება თავის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებით და მეორე არსებულ ქუჩაზე მდებარე სივრცე, სადაც მოეწყობა ძალიან ლამაზი პარკი, დაახლოებით 1 ჰექტარი ტერიტორია არის. აქ არსებული სტადიონის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. რამდენიმე წლის წინ ჩვენ აქვე გავხსენით მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც საკმაოდ დატვირთულია. დავიწყეთ სამუშაოები ამ პროექტის ფარგლებში 1 კილომეტრის მონაკვეთი სრულად რეაბილიტირებული იქნება, 1000 კვადრატზე ასფალტის საფარი დაიგება. მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და ივნისის თვეში აღნიშნული პროექტი მთლიანად დასრულდება. ბიუჯეტი 1.100.000 ლარში ადგენს. რაც შეეხება აღნიშნულ რეკრეაციულ სივრცეს, 1 ჰექტარი ტერიტორია არის. მოეწყობა საბავშვო სივრცეები, სატრანჟორო სივრცეები, ახალი სანათები დამონტაჟდება, ასევე აღჭურვილი იქნება ვიდეოსათვალთვალო კამერებით. აღნიშნული პროექტის დასრულებას ვფიქრობთ სექტემბრის თვეში და $1,000,000 არის პროექტის ღირებულება. ახალი ამბები 16 საათზე ამით დასრულებულია. მე გემშვიდობებით ეთერს პოლიტიკური პოსტი გააგრძელებს.